რა კი შვილნი ხართ, ღმერთმა მოავლინა თქვენს გულებში თავისი ძის სული, რომელიც ღაღადებს აბა მამაო. ანუ ჩემს სულიერ ცხოვრებას, ჩემს ღმერთთან კომუნიკაციას წარმართავს თავად სულიწმინდა ღმერთი, რომელიც ჩემში გიებს. ანუ მე ტაძარი ვხდები ღვთისა. ასე რომ მონა კი აღარა ხარ და მონა რას ნიშნავს? ხო გესმით, მონა არის ის, ამ შემთხვევაში მონა როგორც სიმბოლო, არსება, რომელსაც თავისუფლება წართმეული აქვს. ხოლო შვილია ის, ვისაც თავისუფლება არ აქვს წართმეული და მისი თავისუფლება რეალიზებულია. და რადგან მე შვილი ვარ, მონა აღარ ვარ, ანუ თავისუფლება არ მაქვს წართმეული, ასე რომ მონა კი აღარ ხარ, არამედ შვილი და ხოლო თუ შვილი ხარ, აგძელებს პავლე მოციქული ეს როგორ მიყვება აღმა ადის აი ამ ესე იგი საფეხურებზე ადის ჩვენი ადამიანური ბუნების განდიდებისა. ქრისტე არის მემკვიდრე, ანუ ქრისტე არის სრული ძალაუფლების მქონე, რაც მამას აქვს, იმიტომ რომ ერთარსია მისი და ამ დროს მე წარმოიდგინე, ჩემი ცოდვები გუშინ დაბადებული ერთი საცოდავი ქმნილება ამ სამყაროში. მე ვხდები თანამემკვიდრე, ანუ ქრისტეს მარჯვნივ ვჯდები, გესმით? ყოვლადწმინდა სამების წიაღში. აი დღეს რო შობის დღესასწაული, მე ხა შობის დღესასწაულზე გესაუბრებით, რას ნიშნავს, რომ ღმერთი ადამიანად მოვიდა? ღმერთმა რო ადამიანური ბუნება მიიღო. აი ეს ამისთვის ხდება ეს ყველაფერი, რომ მე თანამემკვიდრე ვხდები, სადაც ღმერთია იქ ვარ.